ხატების თაყვანისება ანუ ხატების თაყვანისება ხომ არ უკავშირდება კერპთაყვანისებობას. რა არის კერპი? რა არის კერპი? აი როდესაც ჩვენ საუბრობენ ხატზე და კერპზე და იწყებენ უცებ ანალიზის, იწყებენ უცებ დიაგნოზის დასმას. მაგრამ სანამ დიაგნოზს დასვა, ხო სწორია, რომ რა არის ხატი და რა არის კერპი? თუ არ ვიცი კერპი რა და ხატი რა არის, დიაგნოზს როგორ დავხსოვ, ხო სწორია. რა არის კერპი? კერპი არის გამოსახულება არსებისა, რომელიც არ არის ღმერთი და რომელსაც ღმერთად ვაღიარებ. ხატი არის გამოსახულება არსებისა, რომელიც არის ღმერთი. მეორე, კერპი არის ის, რასაც მე ობიექტურად მას აი ესე თაყვანსებ და ვფიქრობ, რომ აი ეს არის სიწმინდე. თავისთავადობაა სიწმინდის. ხოლო ხატი არის ფიცარი, რომელიც თავისთავად სიწმინდე არ არის. მას პატივს მივაგებ ისე, რომ გამოვხატო ჩემი გრძნობები მასზე გამოსახულის მიმართ. დაახლოებით ეს გავს ისეთ რას, რომ აი ჩემი ახლობელი ადამიანი წასული ამერიკაში 8 წელიწადი არ მინახავს და მე მის სურათი მაქვს. შემოსიცოცხლე. შემოგევლე. დედა არ მამა, წარმოიდგინე შვილი წასულია და შვილს შემოგევლე, შემოგატარა. რა, ეს გაგიჟდა და ფურცელს ეთაყვანება და ფურცელს ეფერება? არა, რა თქმა უნდა. ის იმას ეფერება, იმას და ეს ეხმარება, რომ იმას მოეფეროს. ეს არის და ეს. მაგრამ ამავე დროს ქრისტიანობაში არსებობს, რა თქმა უნდა, ხატისადმი არასწორი დამოკიდებულება. არსებობს, რა თქმა უნდა. ეცით ადამიანს ყველაფერს გაგვიჭირა. ადამიანი წმინდა წერილისადმი არასწორი დამოკიდებულება აქვს და ამიტომ წმინდა წერილი კერპია. არასწორი დამოკიდებულებები არსებობს, მაგრამ თუ სწორი დამოკიდებულება აქვს ადამიანს ხატისადმი, ის ეხმარება ლოცვაში და თუ არასწორი დამოკიდებულება აქვს, ის ხელს უშლის ლოცვაში. ამიტომ გააჩნია. რაღაც კითხვა უნდა დაგესვა. მართლმსა დაკავშირებით. მართლმსა დაკავშირებით ამერი გადავიდეთ. ახალ აღთქმაში არის ხატების თაყვანისების პრაქტიკა? სახარებაში. ახალი აღთქმა წმინდა წერილი. მოდი ეს ვთქვათ. რა არის ახალი აღთქმა და წმინდა წერილი? არის თუ არა ის მთელი სისავსე ქრისტიანული მოძღვრებისა? არის თუ არა? არის მთელი სისავსე, ოღონდ სისავსის ფორმა, ერთ-ერთი ფორმა. არსებობს ქრისტიანული მოძღვრების სისავსის სხვა ფორმები. ერთ-ერთი ფორმა ეს არის ეკლესია. რომელი უფრო პირველადია? ეკლესია თუ წმინდა წერილი? ანუ კითხვა შევატრიალოთ ესე, რომელი უფრო პირველადია? ვაშლის ხე თუ ვაში? ვაშლის ხე. წმინდა წერილი უფრო პირველადია თუ ეკლესია? ეკლესიას უფრო ადრინდელი ისავს. ეკლესია არის პირველადი შემოგარდა. ეკლესია არსებობდა და წმინდა წერილი ჯერ არ არსებობდა. აი ეს ეშლება თქო. წმინდა წერილი არის ნაყოფი ეკლესიისა, რომელიც შეიქმნა პრაქტიკული დანიშნულებისათვის. პრაქტიკული დანიშნულებისათვის შეიქმნა წმინდა წერილი. როცა გამრავლდნენ ქრისტიანები, მოციქულები ცოტანი იყვნენ, ქრისტიანები გამრავლდნენ. და ამ დროს საჭირო იყო ტექსტი, რომელიც იქნებოდა სანდო. სადაც იქნებოდა ზუსტად აღწერილი თუ რას გვასწავლის ქრისტიანობა. ასე იქნებოდა წმინდა წერილი. მაგრამ კიდევ მეორე, ის არის გატყული ფორმა და სხვა ფორმებიც არსებობს. მაგალითად, წმინდა წერილში არსად არ წერია თუ როგორ უნდა აღვასრულოთ ესათვის მსახურება. მათ შორის ყველაზე უმაღლესი ევქარისტია, მათ შორის ნათლობა და ასე შემდეგ. არის რაღაც მინიშნებები, მაგრამ ეს ტრადიცია 2000 წლოვანია. რაც შეეხება ხატებს, წმინდა წერილში არ არის პირდაპირ გამოხატულება იმისა ხატებს როგორი პატივი უნდა მივაღოთ, მაგრამ არის ბევრი ისეთი ნიუანსი, რითაც მე შემიძლია მივხვდე, რომ რაღაცაზე, რაღაც ისადმი პატივის მიგება და ხელის მოკიდება და კიდევ მადლის მიღება კერპთაყვანისმობა არ არის. მაგალითად. უფლის ტანსაცმელი არის თუ არა კერპი. მაგრამ მას ეხებოდა რწმენით და იმკურნებოდა. არის თუ არა კერპი პავლე მოციქულის სარტყელი და ქუდი? არ არის. მაგრამ მას ეხებოდნენ რწმენით და იმკურნებოდა. ესე თქმა მინდა გესმით, ანუ შეიძლება მაგალითად ლუთერი ამბობდა, რომ არ შეიძლება ვთქვათ, რომ უფლის მადლი მატერიალურ სამყაროში სადღაც მეტად კონცენტრირდება ვიდრე სხვაგან.
ეს მისი სინდისის ამბავია, იმიტომ რომ თხუის, რას ქვია მეტად როგორ არა, იგივე სახარებაში ამის უამრავი, რატო იყო ქრისტეს შესამოსელი უფრო მეტად კონცენტრირებული მადლით, შესამოსელი ხო ღმერთი არ არის? ვიდრე თქვა სხვა, რატო იყო მაგალითად პეტრე მოციქული მიდის წინაწელში წერია, ავადმყოფი წერს, ზიანახებს, გაიარა, ჩრდილი მოკვდა და ფეხზე წამოდგა. ესე იგი პეტრე მოციქულის ჩრდილთან იყო კონცენტრირება მადლისა და იქ რო გაევლო ვიღაცა იმას, სხვას არ იქნებოდა. ანუ ღვთის როგორ შეიძლება თქვა ის რომ ღმერთის მადლი არ შეიძლება იყოს უფრო მეტად კონცენტრირებული აქ და ვიდრე შენასწავლი ღმერთს ასაც უნდა იმას მოიმოქმედო. გამიგე ეს მომენტია. მე თვითონ ხათთან დაკავშირებით კიდევ ვიმეორებ იგივე ტრადიცია თქვა 2000 წლოვანი ეკლესია და პირველი კატაკომბები რო ნახო. სადაც პირველი ქრისტიანები ლოცულობდნენ. უამრავ ხატის ჩანასახს ნახავ. ჯვრის ჩანასახს, არა პირველი ტიპის ხატები როგორები იყო. უამრავ რამეს ნახავ. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი იხვეწებოდა, იმიტომ რომ ეკლესიის დღევანდელი სახე არის განვითარება იმისა, რაც მაშინ მოციქულებმა დათესეს, მარცვალის სახე. დიდი ხე ამოვიდა და დაიხვეწა ეს ფორმები იმის და მიხედვით ადამიანს რა უფრო ეხმარება.